ვაგრძელებთ ლექციების კურსს. ამჯერად ვისაუბრებ იურგენ ჰაბერმასის სოციალურ თეორიაზე. ჰაბერმასი გახლავთ ნეომარქსისტთა მეორე თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელიც ფრანკფურტის სკოლასთან არის დაკავშირებული. ფრანკფურტის სკოლა, იგივე სოციალური კვლევების ინსტიტუტი მეორე მსოფლიო ომამდე დაარსდა 1923 წლის 23 თებერვალს და ცნობილია როგორც კრიტიკული თეორიის ცენტრი. გარკვეული პერიოდის მანძილზე ფრანკფურტის სკოლის საკმაოდ მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ნაცისტების მხრიდან შევიწროების გამო შეერთებულ შტატებში გადადიან და ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში აგრძელებენ სამეცნიერო მოღვაწეობას. სხვათა შორის სწორედ აქ იქნება მაქს ჰორქჰაიმერისა და თეოდორ ადორნოს ცნობილი კვლევები ავტორიტარიზმზე, ასევე მათი ცნობილი განმანათლებლობის დიალექტიკა. მაშინ როცა ეს ფრანკფურტელი ერიხ ფრომი, ჰერბერტ მარკუზე, ასევე რიჩარდ ლოვენთალი ომის დასრულების შემდეგ კვლავ შეერთებულ შტატებში რჩებიან და იქ აგრძელებენ სამეცნიერო მოღვაწეობას, მაქს ჰორქჰაიმერი და თეოდორ ადორნო ფრანკფურტში ბრუნდებიან, აქ კი მათ უერთდება ფრანკფურტის სკოლის ახალი თაობის წარმომადგენელი იურგენ ჰაბერმასი. რაც შეეხება ჰაბერმასის მოღვაწეობას ფრანკფურტის სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ იგი თეოდორ ადორნოსთან და მაქს ჰორქჰაიმერთან ერთად მუშაობდა და შეიძლება ითქვას სწავლობდა მათგან, ზოგიერთ საკმაოდ მნიშვნელოვან პუნქტში მისი პარადიგმები განსხვავებულია ადორნოსა და ჰორქჰაიმერის თეორიებისაგან. ამ უკანასკნელების მსგავსად ჰაბერმასიც უარყოფს მარქსის ფილოსოფიის ისტორიას, რომელშიც კაპიტალიზმის განვითარებაზე და მუშათა კლასის ზრდაზე კეთდება აქცენტი, იმისათვის, რათა აშკარა გახდეს, რომ კაპიტალიზმის კოლაფსი და მისი სოციალიზმით შეცვლა გარდაუვალია, ან სულ მცირე შესაძლებელი. ჰაბერმასის შესაძლებელია გრძნობდა, რომ ჰორქჰაიმერი და ადორნო საკუთარ თავს უფრო პესიმისტური კუთხით ხედავდნენ, რომლიდანაც მხოლოდ რეალობის კრიტიკას შეეძლოთ ალტერნატივების შემოთავაზების გარეშე. ნაცვლად ამისა, ჰაბერმასი მთელი თავისი ინტელექტუალური მოღვაწეობის მანძილზე ამტკიცებდა ინტერდისციპლინარულ კრიტიკულ სოციალურ მეცნიერებებში დაბრუნების აუცილებლობას. შეუძლებელია ვისაუბროთ ჰაბერმასის შემოქმედებაზე და არ შევეხოთ კრიტიკულ თეორიას. კრიტიკული თეორია ძირითადად განვითარდა სოციალური, ფილოსოფიური თეორიებიდან და კარლ მარქსის თეორიიდან. რა არის კრიტიკული თეორიის და ჰაბერმასისეული კრიტიკული თეორიის ძირითადი იდეებში განსაკუთრებული. ეს თეორია კრიტიკულად აანალიზებს სამ ძირითად სფეროს. პირველი გახლავთ მეცნიერება. აქ ერთი მხრივ კრიტიკა ხორციელდება მარქსიზმის რეკონსტრუქციის ფორმით, შესაბამისად ხდება ორთოდოქსული მარქსიზმის უარყოფა. მეორე მხრივ საქმე გვაქვს პოზიტივისტური მეცნიერების კრიტიკასთან. მეორე სფეროა კულტურა, განსაკუთრებით ბურჟუაზიული კულტურული ინდუსტრია და ბოლოს კრიტიკის ობიექტია საზოგადოება, ანუ გვიან კაპიტალისტური ინდუსტრიული საზოგადოება. როგორც უკვე აღვნიშნე, კრიტიკულ თეორიას ფესვები აქვს მარქსისტულ აზროვნებაში, თუმცა ამასთანავე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ის აკრიტიკებს მარქსიზმის განსაზღვრულ ვერსიას. ჩვენ ვიცით, რომ მარქსის აზროვნება საკმაოდ კომპლექსური და ამბივალენტურია. ძალიან უხეშად მარქსთან ორი მხარე შეიძლება განვასხვაოთ, რომლებიც ორგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას მოგცემდა. ერთ-ერთი გახლავთ ჰუმანისტური, რომელიც ადამიანთა დამოუკიდებელი პრაქსისის უნარს უსვამს ხაზს, აღიარებს ადამიანის ავტონომიას, ემანსიპაციას, გაუცხოვების დაძლევის შესაძლებლობას, აზროვნებისა და მოქმედების მორიგებას, ასევე თეორიისა და პრაქსისის გათანაბრებას. რაც შეეხება მარქსის მეორე ინტერპრეტაციას, ეს გახლავთ მატერიალისტური, რომლის მიხედვითაც ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და ყოფიერება ყველაზე მეტად მატერიალისტურად, ეკონომიკურად არის განპირობებული. ამ მატერიალისტურ დეტერმინისტურ მარქსს უპირისპირდება სწორედ კრიტიკული თეორია. მართალია ის არ უარყოფს, რომ საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას და ასევე მოქმედებას, თუმცა უარყოფს სამმხრივ ეკონომიკურ დეტერმინიზმს, გნებავთ რედუქციონიზმს, როგორც ეს უკანასკნელი მარქსიზმის ორთოდოქსულ ვარიანტში გვხვდება.
გარდა ამისა, უარყოფს ასევე წარმოდგენას ისტორიული განვითარების კანონზომიერებების შესახებ, როგორც ეს ისტორიული მატერიალიზმის ორთოდოქსი დამცველების მიერ არის აღიარებული. მოდით ახლა უფრო კონკრეტულად შევეხოთ კრიტიკული თეორიის პოზიციას თითოეულ სფეროსთან დაკავშირებით. რაც შეეხება მეცნიერებას, ამ სფეროში კრიტიკული თეორია ყველაზე მეტად უპირისპირდება მეცნიერების კონცეფციას, რომელსაც პოზიტივისტურს, კრებავთ სციენტისტურს უწოდებს. ამით იგულისხმება მეცნიერება, რომელიც ადამიანებს და საზოგადოებას ბუნების მეცნიერების მოდელებით იკვლევს, როგორც მოდერნული საბუნებისმეტყველო ზუსტი მეცნიერებები ცდილობენ ბუნების დაქვემდებარებას, სწორედ ისეთ ცდილობს სციენტური, სოციალური მეცნიერებები ადამიანებზე ბატონობას. ამდენად კრიტიკული თეორია შეიძლება ითქვას მიმართულია სოციოლოგიის წინააღმდეგ, ასევე რამდენად სამუკანასკნელს მიეწერება პოზიტივისტური მეცნიერებების იდეალი, რომელიც ცდილობს მხოლოდ ფაქტების აღწერას და ახსნას ყოველგვარი გასჭისა და შეფასებების გარეშე. კრიტიკული თეორიის ავტორები მიიჩნევენ, რომ შემეცნება ყოველთვის ინტერესებთან არის დაკავშირებული. ჰაბერმასი 1968 წელს ნაშრომში შემეცნება და ინტერესები განასხვავებს სამი ტიპის ინტერესს. ესენია ინსტრუმენტალური, პრაქტიკული და ემანსიპატორული ინტერესები. ინსტრუმენტალური ან ტექნიკური შემეცნების ინტერესები მიზნად ისახავს გარემოს კონტროლს. პრაქტიკული შემეცნების ინტერესებს სურს გაიგოს მოქმედების სიტუაციების მნიშვნელობა და ბოლოს ემანსიპატორული შემეცნების ინტერესების მიზანია ადამიანთა ემანსიპაცია და თვითრეალიზაცია. ამ სამი სახის შემეცნების ინტერესებს ჰაბერმასი უქვემდებარებს სამი ტიპის ცოდნას, შესაბამისად მეცნიერების სამ სახეს. კერძოდ ემპირიული ანალიტიკური მეცნიერება მისდევს ინსტრუმენტალურ შემეცნების ინტერესებს, ჰერმენევტიკული და ისტორიული ცოდნა მიზნად ისახავს პრაქტიკულ შემეცნებას და ბოლოს კრიტიკული თეორია უკავშირდება და მოიცავს არსებულ ურთიერთობებს და ცდილობს მათ გადალახვას, ანუ ადამიანთა ემანსიპაცია საკუთარი არასრულწლოვანებისაგან, როგორც ჰაბერმასი აღნიშნავს, რომლის მიზეზიც თავადვე აღმოჩნდნენ. ჰაბერმასის ეს კლასიფიკაცია გვაგონებს და შეიძლება ითქვას ახლოს არის ოგიუსტ კონტის, მაქს ვებერის კლასიფიკაციებთან. ყველაზე კარგად ეს ფორმულირებულია, მე ვიტყოდი მაქს შელერთან, მის ცოდნის სოციოლოგიაში. შემეცნების ინტერესების ამ სამი ტიპის განსხვავებას კრიტიკული, უпростоრად იდეოლოგიური მნიშვნელობა გააჩნია. კრიტიკის საგანი ხდება თავად მეცნიერება. თუ მეცნიერებამ უნდა დაამტკიცოს, რომ ის შემეცნების ინტერესებს ემსახურება და კონკრეტულად ტექნიკურ ინსტრუმენტალურს, მაშინ ის არ არის ნეიტრალური. კრიტიკული თეორიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო გახლავთ კულტურა. სხვათა შორის ბურჟუაზიული კულტურის კრიტიკა განსაკუთრებით დამახასიათებელია ძველი პირველი თაობის კრიტიკული თეორიის წარმომადგენლებისათვის, ყველაზე მეტად ალბათ ადორნოსათვის. აქ უმთავრესია განსხვავება მას კულტურასა და მაღალ კულტურას შორის. მას კულტურა, რომელსაც ქმნის და ავრცელებს კულტურის ინდუსტრია, ემსახურება დაბალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, აქ იგულისხმება გართობა, იდენტიფიკაციები და წვლილი შეაქვს არსებულის განმტკიცებაში. ამის საპირისპიროდ მაღალი, ნამდვილი, აუთენტური, ჭეშმარიტი კულტურა ყოველთვის იცავს, ინახავს კრიტიკულ და ემანსიპატორულ პოტენციალს, ის შესაძლებელს ხდის არასრულყოფილი ყოფიერების რეფლექტირებას, კრიტიკას და ამით ასევე არსებულის დაძლევას. ხელოვნებაში არსებობს სინამდვილისა და სილამაზის მორიგების შესაძლებლობა, დაზავების შესაძლებლობა. მას აქვს უნარი ხელი შეუწყოს განმანათლებლობას და ემანსიპაციას. ამის საპირისპიროდ მას კულტურა არის მხოლოდ სიბრმავე, კომპენსაცია, გნებავთ ნუგეში და რადგან ის ამას არ აღიარებს, არის იდეოლოგია და ხელს უწყობს
და არც ცნობიერებას. უნდა აღინიშნოს, რომ კულტურის კრიტიკული მსგავსი კომპონენტები იურგენ ჰაბერმასთან უფრო ნაკლებად არის დამუშავებული, ყოველ შემთხვევაში, ვიდრე ვთქვათ თეოდორ ადორნოსთან. კულტურის კრიტიკა, განსაკუთრებით რომელიც მაღალ და დაბალ კულტურას შორის განსხვავებიდან ამოდის, შესაძლებელია თავადვე საკმაოდ ადვილად იქცეს იდეოლოგიად და სწორედ ამ შემთხვევისაგან იცავს თავს ჰაბერმასი. და ბოლოს მესამე სიბრტყე, რომელსაც კრიტიკულად ეხმიანება ფრანკფურტის სკოლა, გახლავთ საზოგადოება. ამ სიბრტყეზე განსაკუთრებული აქცენტი ჰაბერმასის შემოქმედებაში იკეთება მოდერნული გვიანი კაპიტალისტური საზოგადოებების განვითარებაზე, კრიტიკული თეორიის ჭრილში საჯაროობის სტრუქტურული ცვლილება, ლიბერალური სამართლებრივი სახელმწიფო სოციალური სახელმწიფოებრივი ტრანსფორმაციები და ასევე მოდერნული კეთილდღეობის და სოციალური სახელმწიფოს განვითარებები, ყველაფერი ეს არ ასახავს წარმატებულ ისტორიას, არამედ გვიჩვენებს გვიანი კაპიტალიზმის ლეგიტიმაციის პრობლემას. თუ მარქსისტული თეორია მასების გაერთიანებას მოელოდა, ფაქტიურმა საზოგადოებრივმა განვითარებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ სახელმწიფოს წინაშეა ეკონომიკური განვითარების სოციალური შედეგები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ უკანასკნელს. ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომლებიც იზრდება თანამედროვე საზოგადოებების ფუნქციური კავშირებიდან, ჰაბერმასის თანახმად მოდერნული კორპორაციული სოციალური სახელმწიფოს ინტერვენციონიზმით ტრანსფორმირდება უკვე ტექნიკურ ადმინისტრაციულ პრობლემებად. სხვათა შორის ტენდენციურად ეს პრობლემები დამუშავებული ხდება ექსპერტებისა და ბიუროკრატების მიერ და ამით დეპოლიტიზირებულია. ამ აპარატშია ჩართული ასევე მეცნიერება, მეცნიერების ცნობიერება, გნებავთ სინდისი, ხდება ტექნოკრატული იდეოლოგია. ჰაბერმასი საზოგადოებას ყოფს სამ ძირითად სფეროდ, ან გნებავთ სუბსისტემად. ესენია ეკონომიკის სფერო, პოლიტიკური ადმინისტრაციის სფერო და კულტურის სფერო. მოგვიანებით ცხოვრების სამყარო. ამ სფეროებში, შესაბამისად მათ შორის მიმართებებში, ჰაბერმასი 4 სახის კრიზისს შეიცნობს. ესენია ეკონომიკური კრიზისი, რაციონალობის კრიზისი, მოტივაციების კრიზისი და ლეგიტიმაციის კრიზისი.